დღეს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ოფისში პროექტ საპარლამენტო კლინიკის მონაწილეებისათვის საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ ლექცია ჩაატარა. ჩვენ რომ შევაფასოთ და შევხედოთ ამ პროექტებს, რამდენად ეფექტურია ეს პროექტები, ნახავთ რომ მისი ეფექტურობა 0 კი არ არის, მინუსებია ხშირ შემთხვევაში. რატომ? იმიტომ რომ გავიდა 5 წელი, დავხარჯეთ მილიარდი. მოდით ახლა ავუწყოთ ის მილიარდი რა ჯობდა არ გამომერთმია გადასახადის სახით ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის თუ ჯობდა ის რაც გავაკეთე, ვითომ სოფლის მეურნეობა დავაფინანსე. როგორც პროექტის ერთ-ერთი თანამონაწილე ვთვლი რომ ეს პროექტი ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ ბავშვებს რაც თავარი არის ეძლევათ შანსი გაეცნონ საქართველოს მთავრობის შიდა სამზარეულოში, რაცაც სხვა პროექტები არ ეძლევათ და სამომავლოდ ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ისინი იპოვიან ამა თუ იმ სფეროში თავის ადგილს. როგორ შეაფასებთ დღევანდელ ტრენინგს? დღეს ესე იგი ინოვაციის და განვითარების ფონდის პროექტის ერთ-ერთი სტუმარი იყო გიორგი ვაშაძე. ძალიან მომეწონა, საკმაოდ საინტერესო აქტუალურ თემებზე ვისაუბრეთ და საკმაოდ ესეთი ჰქონდა კამათი გარკვეულ საკითხებზე, თუმცა ძალიან კარგი ხედვები აქვს ბატონ გიორგის და უსურვებ წარმატებას ასევე ამ პროექტს და იმედია კიდევ უფრო საინტერესო აქტუალურ თემებზე გვექნება საუბარი და უფრო აქტუალურად იქნება ჩართულები ჩვენს მონაწილეები. დიდი მადლობა სამ პროექტისთვის. როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს და საერთოდ პროექტს? მე როგორც სტუდენტი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან იშვიათად გვეძლევა იმის საშუალება, რომ პრაქტიკულად ვნახოთ ის, რასაც 4 წელი თეორიაში ვსწავლობთ. ამიტომაც პარლამენტის შიდა სამზარეულოს ნახვა, იმის ნახვა თუ შიგნით რა ხდება, რა პროცედურებია და ამისი კიდევ ტრენინგებით ახსნა და ამის სწავლა ძალიან კარგი რაღაცა არის და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროექტი ამ მხრივ იმ ადამიანების, რომლებიც სოციალურ მეცნიერებების მხრივ სწავლობენ და რომლებიც პოლიტიკას სწავლობენ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. დღევანდელ შეხვედრას დადებითად შევაფასებდი. ყველაზე კარგი ის მომენტი იყო, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმი იყო და საკუთარი აზრის გამოთქმის არ გეშინოდა, თან იმდენ კარგად ხსნიდა ბატონი გიორგი ყველაფერს, რომ რა ვიცი, ძალიან ყოველფილი ვარ და ძალიან კარგი იყო.